მოგესალმებით, დღეს ვისაუბრებთ კარდიოლოგიაში ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე. მე ვარ გიორგი ჩხედია, ინტერვენციული კარდიოლოგი. როგორი ტკივილია დამახასიათებელი გულსიხსროხთა სისტემის პათოლოგიისთვის? ტიპიურ შემთხვევაში ეს არის წვის, მოჭერის ან სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში. შეიძლება თუ არა გულის დაავადება მიმდინარეობდეს გულის ტკივილის გარეშე. დიახ, შეიძლება განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებულ ასაკოვან პაციენტებში და ქალბატონებში. რა სიმპტომებმა უნდა დაგვაფიქროს, რომ საქმე შეიძლება ინფარქტთან ჰქონდეს? გულმკერდში ტკივილთან ერთად შეიძლება ჰქონდეს საერთო სისუსტე, გულისრევა, ცივი ოფლი და სუნთქვის გაძნელება. გულის დაავადებების დროს არის თუ არა ტკივილი ყოველთვის ლოკალიზებული გულმკერდის არეში? არა, ტკივილი შეიძლება იყოს მარცხენა ან ორივე ხელში, მუცლის ზედა ნაწილში, ანუ ეპიგასტრიუმში, კისერში და ქვედა ყვაშიც კი. ვინ არის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ ინფარქტის განვითარების მხრივ? ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან მწეველები, მაღალი წნევის, ჭარბი წონის და დიაბეტით დაავადებული პაციენტები. როგორ უნდა მოვიქცეთ თუ გულის დაავადებაზე გვაქვს ეჭვი? აუცილებლად მიმართოთ კარდიოლოგს. რის ფაქტორების დროული შეფასება და რეაგირება დაგეხმარებათ გართულებების თავიდან აცილებაში.